ლაპარაკებ, ძალიან საინტერესო ადამიანები მყავს ეთერში სტუმრად და მინდა მოვიწვიო, რამე არ შემეშალოს, კარგად ამოვიკითხავ, საქართველოს ოკინავური გოჯურიუს კარატეს აღსაზრდელები ჩვენი სტუმრები არიან. მე მინდა ბავშვებს ვთხოვო ახლა მობრძანდნენ, რომლებიც საჩვენებელ ვარჯიშს ჩაგვიტარებენ ახლა. და მე უფრო დეტალურად თვითონ ბავშვებსაც გავესაუბრები. ძალიან სასიამოვნო იყო ამ ბავშვებთან საუბარი ეთერს გარეთ მინდა გითხრათ. Yoski, Cezan. Mokso. Mokso, Yemen. Çömeni. Rey. Rey. Geçmez. 3, 2, 3, go. Rock. Şiç. Haç. Kü. Çu. Yemen. Geçmez. Yükseltçi. 3, 2, 3, 2, 3, 2, hayır. 3, 2, hayır. 3, 2, 3, Obrigada, Deus está. Pitch. Yotski, Cezan. Mokso. Mokso, Yemen. საყვარლები არიან რა. Otokan. Rey. არიგატო. ძალიან დიდი მადლობა. აღსაზრდელები არიან ეს ბავშვები და ორი სიტყვით ვიდრე თქვენ შემოგიერთდებით, მინდა თვითონ ბავშვებს გავესაუბრო. აი ხა რა ენაზე საუბრობდით და საერთოდ რა იყო, რას გვეუბნებოდით? თუ შეიძლება ორი სიტყვით გითხრათ, ჩემს პროდიუსერს ძალიან აინტერესებს ეს ყველაფერი. ჩვენ ახლა ვლაპარაკობდით იაპონურად და უფრო ბევრი ხანი ვამბობდით დათვლას. ანუ ვითვლიდით 1-დან 3-მდე. ანუ როგორ დღეს ეს 1-დან 3-მდე? იჩ არის 1, ნი არის 2 და სან არის 3. და ეს იყო, აი როგორი ვარჯიშები იყო, აი რა ქვია ამ ვარჯიშებს? ეს არის 3 სხვადასხვა ვარჯიში. პირველი არის უბრალოდ დარტყმები, ხანდახან ვიყენებთ მაგას გასახურებლად. მეორე იყო კატა პირველი, რომელიც ითარგმნება დამანგრეველი ნომერი 1. და მესამე იყო კომბინაცია. გასაგებ, დამანგრეველი ნომერი 1, რაც კომბინაციაც არაჩვეულებრივად შეასრულეს. ეხლა რა მინდა? საინტერესოა 3 ნიკო და 1 მაქსიმე გყავს. ადვილად დავიმახსოვრე ყველა სახელი. ნიკო, რას გაძლევს ეს გოჯურიუ კარატე შენ? რა შეიცვალა კარატე გვასწავლის დისციპლინას პირველ რიგში. ასევე მე მომწონს კარატეში, ანუ კარატეს სტილი. იქ არის არა მხოლოდ დარტყმების ილეთები, ასევე შედის ჭიდაობის ილეთებიც და მის გამო მომწონს კარატე. ანუ კარატეს არ ვარჯიშობ იმისთვის რომ მაინც და მაინც იჩხუბო, ხო ასეა? ამის გამო არა. თავარი რა არის? ვხუბობთ მხოლოდ დოჯოში. მხოლოდ დოჯოში. აი ამ დეტალებს ცოტა მე. აი შენთვის რა არის კარატე თუ შეგიძლია გითხრა? კარატე არის ჩემთვის, აი ძალიან მიყვარს მე კარატეზე როცა მედივარ ხოლმე და მიხარია იქ როცა ვარჯიშობ და უკეთესად გამოდიხარ? ხო, და მე მიყვარს ჭიდაობა ძალიან. აჰა. და რითი შეგცვალა კარატემ თუ შეიძლება ნიკო შენ გითხრა? მე შემცვალა იმითი აი ადრე ცოტა ცუდად იქცეოდი, ეხლა უკვე. უკეთესად იქცევი. ცუდი მოქცევა როგორ იყო? უფრო აგრესიული ყავდი და არ უჯერებდი თუ როგორ? არა. უფრო მაიმუნი ვიყავი როგორც. უფრო მაიმუნი. ეხლა დისციპლინირებული ხარ, ხო? დიახ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ბრავო, არა მარტო ლამაზები და სპორტულები, არამედ ძალიან ჭკვიანებიც ხართ და ეს ძალიან გვიხარია. იმიტომ რომ წინამძღოლი ყავთ ძვირფასი. არაჩვეულებრივი გოჯურიუ აკადემიის. ეს არის დიდი წარმატება თქვენი. დამაარსებელი ლევან როგავა მოვიდა ჩვენთან სტუმრად და ლევან, ვიდრე აი საინტერესო ჩელენჯზე არ მიყვარს ეს არაქართული სიტყვები, გამოწვევაზე. ვიდრე დავიწყებთ საუბარს, რომელშიც მშობლები და შვილები ერთად ყავთ ჩართული, მანამდე აი აგვიხსენი მართლა რას აძლევს, აი როგორი ხდება ადამიანი კარატეს, გოჯურიუ კარატეს ვარჯიშის შედეგად? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის.
იმისთვის და იმისთვის რომ გვითმობ დროს არ შემიძლია არ აღუნიშნო მარიკას მიმართ მაგ განსაკუთრებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ 2012 წლიდან იმედის გმირებიდან მახსოვს მისი ესე ვთქვათ გვერდში დგომა და მადლობა ამისთვის. მარიკა არის ცნობილი სენსეი, ჩვენ ასე ვეცადეთ მასთან. როდესაც იმედის გმირებში გადავიღეთ ლევან როგავა, მაშინ ეს იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იყო მართლა იდეით აღკინებული და უფასოდ, სრული ქველმოქმედებით ავარჯიშებდა ხალხს იმისთვის, რომ პირველი ეს თავარი ფილოსოფია ამ ბავშვებისთვის ჩაენერგა და მას ჯეროდა, რომ აუცილებლად იყო ეს სწორი გზა. და აი წლებმა 10-ზე მეტი წელი გავიდა, დაამტკიცა, რომ ლევან როგავას გზამ მართლა ძალიან სწორი მიმართულება იპოვა და დღეს ვინცის ლევან როგავა იცის. მე ლევანმა კი მითხრა, მოდი ჩემთან და უკეთესი გახდებიო, მაგრამ მოკლედ თიკა, რაც შეეხება თქვენს კითხვას, ნუ მოკლედ იაპონური საბრძოლო ხელოვნება თავისი ესეთი სიდიადით ნიშნავს პირველ რიგში დისციპლინას, ემოციებისა და სხეულის კონტროლს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რასაც ვასწავლით, ეს ახლა ამ ბოლო პერიოდში ცოტა უფრო პოპულარული გახდა ჩვენი საბრძოლო ხელოვნება და მე ვფიქრობ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს ბავშვი ან რაღაცა ის კონდეს თავიდანვე არიან ადამიანები, აი მშობლები ზოგიერთი მოდის იმისთვის, რომ მოყავს ბავშვი იმისთვის, რომ ამან რაღაცა ხო შედეგი დადოს და სანამ მსოფლიო ჩემპიონი გახდება, იქამდე მისი შედეგი არის ის, რომ ის გახდება კარგი ადამიანი. ეგ არის ყველაზე მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, ხო. და სწავლების პროცესი არის ძალიან ფართე, ესე ვთქვათ, რაღაცა ვიწრო მიმართულებით არ ვართ. ან მშობლები ძალიან საინტერესო, როგორ ხდება, რა მექანიზმებით ხდება კარგი ადამიანი? შევიცვალეო ბავშვები, დისციპლინა რო ის გამოუმუშავდათ, გავიკე. ეთერამდე მითხარი, რომ ეს ბავშვები არ არიან ბულერები და არასდროს არ ძალადობენ. აი, რა ხდება, რა პროცესი მიმდინარეობს შინაგან? მაგალითები არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. აი, რა მაგალითებსაც ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს, ზოგადად ეს არის განსაზღვრელი მათი გაზრდის. მშობლები არიან ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი. მათ ჩამოყალიბებაში ოჯახი ძალიან დიდ როლს ასრულებს. ესაუბრებით ხოლმე ვარჯიშის დროს რამე? ხო, რა თქმა უნდა, ხო, ესაუბრებით. აი, ამ კითხვის გაგრძელებაა და აქვე კითხვა, ზუსტად ეს არის საინტერესო. მრავალფეროვანი არის, თვითონ გაკვეთილი ქვია, ხო, ვარჯიში. აი, ეს გაკვეთილი, ერთი გაკვეთილი რომ მოყვათ დასაწყისიდან დასასრულამდე, რას მოიცავს გარდა უშუალოდ აი ამ ფიზიკური რაღაცა ილეთებისა და ვარჯიშის. ფიზიკური ვარჯიშების გარდა ჩვენ გვაქვს საუბარი კონკრეტულ თემებზე. აი, მაგალითად, ვიღაცას რაღაცა პრობლემა ჰქონდა დღის განმავლობაში სკოლაში, ან ვიღაცას ჰქონდა რაღაცა ამათ ასაკში ძალიან რთულია გაიგო რა არის კარგი და რა არის ცუდი. ესე ლოგიკურად შეიძლება ვერ აღიქვას, იმიტომ რომ მაინც აგრესიული გარემოა. ახლა ამათთვის ძალიან ისეთი და შესაბამისად მშობლების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ახლა რა ჩელენჯიც ჰქონდა, ეს იყო რაღაც ილეთების ერთობლიობა ბავშვებმაც გააკეთეს ახლა, რომელიც ვთხოვე რომ გაეკეთებინათ მშობლებთან ერთად. ანუ ხანდახან ხო შეიძლება რომ ჩემმა შვილმა მასწავლოს რაღაცა რა, არ შეიძლება ხა სულ მე ვასწავლე და იქით და თხოვო რომ რაღაცა რაც რაშიც კარგია მასწავლოს ეს. და მე მაინც ურჩევ ესე ვთქვათ მშობლებს რომ უფრო მეტი კითხონ ბავშვებს. დახმარებაზე კითხონ, ესეთი ფრაზები შეიძლება გამოიყენოთ რომ შეიძლება დამეხმარო ესე კითხო. ეს როგორ გავაკეთო? ხო, აი რაღაც პრობლემა მაქვს და შეგიძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში აი მორჩა დამთავრდა ეს არის კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე 20 წლის რო ხდება ზოგიერთ უკვირს რო გაუცხოება რატო ხდება მშობელსა და შვილს შორის. იმიტომ ხდება რომ მანამდე არ ქონდა კომუნიკაცია, მანამდე იყავი რაღაცა შორს შენი და გონია რომ ის თავისით გაიზრდება და ანუ თქვენს ვცდილობთ რომ მიუხედავად იმისა რომ ცალკე მოდიან ბავშვები თქვენთან და ავარჯიშებთ, მშობლებიც ჩართოთ. ან მშობლებისთვის არის ხოლმე დავალებები, მაგალითად, რასაც ბავშვები აქ აკეთებენ თქვენთან, ეს არის ხო ერთ-ერთი ჩელენჯი. დავალებები, რასაც ბავშვები აქ აკეთებენ, იქ მშობლებს ასწავლიან სახლში და მერე მშობლები თქვენთან მოდიან თუ მარტო ვიდეოებს იღებენ, როგორია ეს? ძალიან ბევრი მშობელია, ვინც ჩვენთან ვარჯიშობს და თვითონ ეს ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითონ მშობელიც ხვდება
სად დადის თავისი შვილი და რას როგორ ვარჯიშობს და რამ ხელასირთულეებს შეიძლება ისე ვთქვათ გადალახავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მშობელი, ან კონტაქტი შვილსა-მშობელს შე ძალიან კარგი თემა წამოჭერი და მინდა ლევანთან ეს გავიარო. ლევან, არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ესენი არიან ძალიან ღირსეული ადამიანები. აი ხა იდგნენ ძალიან ღირსეული პერსონები. მოდი ასე დავარქვათ. და მომეჩვენა ასეთი რამ, რაც თიკა მიკითხა, რომ ამათ არა მარტო სპორტი ისწავლეს, არამედ ღირსება შეიძინეს, ღირსებიდან გამომდინარე უფრო თავდაჯერებულები გახდნენ და თავდაჯერებული უკვე მე აღარავის არა ბულინგებს. აი ამ ღირსების შეძენა როგორ ხდება? იმითი რომ ის ფიზიკურად ისე მომზადებულია, რომ უკვე საკუთარ თავში ძალიან კაი კითხვაა, გიორგი. თავდაჯერებულობას რა აძლევს? თავდაჯერებულობას აძლევს ის შრომა, რაც გაწია მან და რა სირთულეების გადალახვაც კი უწევს, ის არის ის რასაც აძლევს. ის ცოდნა, ის პატივისცემა, რასაც სწავლობენ დარბაზში და ჩვენ სენსეები, ვინც არიან ჩემს გარდა კიდევ ადამიანები, ესენი თვითონ აძლევენ ამ მაგალითებს რა, რომ ეს თავდაჯერებულობა არ არის ესე ვთქვათ ყალბი და არ არის ის მას ჯერა იმისი რასაც აკეთებს და ქონიათ შემთხვევა რომ აკვირდებით ბავშვს მოვიდა გადის დრო და ნელ-ნელა ქრება მისი კომპლექსები მისი ეს არასრულფასოვნების რაღაცა შიშები და ხდება აი რანაირად არის თვალსაჩინო ეს სურათი როგორ გარდაიქმნება და რამდენი ხანი სჭირდება ამას რაც მოიყვანეს დაახლოებით ხო დაახლოებით მე პირადად მაქვს დაახლოებით 8-10 ვარჯიში დღეში და ამ ბავშვების ტრანსფორმაციას რო უყურებ, ზუსტად ეს არის ის ენერგია და ის მამოტივირებელი, მამოძრავებელი ძალა, რაც მე მაძლევს, იმიტომ რომ ამათთან ურთიერთობა არის ცალკე ამბავი. აი ენერგიას იღებ. ნამდვილად და ეხლა ძალიან დიდი ენერგია ჭირდება ჩვენ შემდგომ სტომარს. ისე რა გვიქენე? შეიძლება მე და მარიკა დღესვე წავიდეთ ლევანის დასავლეთში. მე სიამოვნებით და თუ მიგვიღებ ჩვენთვის თუ გვიანი. მე მაგ გამოცდილება. ხო და კარგად კარატეში. მოკლედ ახლა